უკრაინის ომის დაწყების მესამე წლისთავთან დაკავშირებით დღეს გაერო ორ განსხვავებულ რეზოლუციას განიხილავს შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში წარადგინა რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის სამხედრო აგრესიასთან მიმართებით ნაკლებად მკაცრი ფორმულირებებია გამოყენებული. ამისგან საპირისპიროდ ევროკავშირისა და უკრაინის ერთობლივი რეზოლუცია საკმაოდ მკაცრია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მარტივი და ისტორიული რეზოლუცია ომის საშინელებას და მის მსხვილ ფსეხება რეზოლუციაში ნახსენები არ არის რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიები და არც აგრესორის როლია გამოკვეთილი ამ ომის დაწყებაში. პრეზიდენტ ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მზად არის გადაწყვეტისთვის, რომელიც ხანგრძლივ მშვიდობას გამოიწვევს და არა დროებით პაუზას. ორშაბათს 24 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 3 წელი გადის ეს ომი დიდხანს და რუსეთისა და უკრაინისთვის საშინელ ფასად გაგრძელდა, განაცხადა მარკო რუბიომ. რაც შეეხება ევროკავშირის და უკრაინის ერთობლივ რეზოლუციას, აქ ცენტრალური ფორმულირება უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრაა და შეიცავს მოთხოვნას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები რუსეთის ფედერაციამ. რა მოლოდინები არსებობს სამწლიანი ომის შესაძლო დასრულებასთან მიმართებით, დეტალებზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში გიგი გიგიაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი გვერდდება. დილომშვიდობისა ბატონო გიგი, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში შეჯამება მინდა რომ გთხოვოთ ამ 3 წლის განმავლობაში რა ტიპის ეტაპები გაიარა ამ ომმა და სად არის დღეს ეს ქვეყანა ამ კონფლიქტის პარალელურად. მოგესალმებით, ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სრული სოლიდარობა გამოვხატო უკრაინელ ხალხს აი ამ უსამართლო ბრძოლაში, რომელსაც ეს ადამიანები, ეს ქვეყანა აგრძელებს უკვე მესამე წელია. რაც შეეხება ეტაპებს, ვფიქრობ, რომ ამ ომმა შეცვალა დიდწილად საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო დამოკიდებულება ნამდვილად განსხვავებულია დღეს, ვიდრე ეს იყო 3 წლის წინ, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან იქნება რასაკვირველია ცალსახად უკრაინის ტერიტორიულობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება, რუსეთის დამარცხება და მისი განდევნა უკრაინის ტერიტორიის მთლიანად უკრაინის ტერიტორიით. ჩვენ ეხლა ძალიან რთულ პერიოდში ვიყოფებით, რასაკვირველია, იმიტომ რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ განსხვავებული მიდგომა შეთავაზა მსოფლიოს და შეთავაზა ამ ფორმატს, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების ფორმატი. მე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ჯერ რას უნდა ველოდეთ ამ ფორმატისგან, არ მინდა რომ წინასწარ გამოთქვა, ასე ვთქვათ, რაღაც გადაჭრით გავაკეთო რაღაც განცხადება, რომ თითქოს თუ რა მოყვება ამ ფორმატს, მაგრამ რეალურად ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ ხედავდით ბოლო 3 წლის მანძილზე, ხო? ბოლო 3 წლის მანძილზე ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო ერთიანობა ევროატლანტიკური სივრცის, ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო თანადგომა უკრაინისადმი, ჩვენ ვიხილეთ ძალიან გაძლიერებული ევროატლანტიკური ურთიერთობები, ჩვენ ვიხილეთ ძალიან დიდი სოლიდარობა ცივილიზებული სამყაროს მხრიდან უკრაინისადმი და ვიხილეთ ძალიან კონკრეტული დახმარებები, რომელსაც უკრაინა იღებდა აი ამ 3 წლის მანძილზე. ეხლა რეალობა შეიცვალა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით რაღაც მნიშვნელოვნად შეიძლება რეალურად უკრაინის საზიანოდ შეიცვალოს. მე ვფიქრობ, რომ ამ ყოველთვის ძალიან კარგად არის ახლა ცხადი, რომ ევროპაში შეიძლება უფრო მეტი მობილიზება, ვიდრე ეს იყო აქამდე. ევროპაში შეიძლება უფრო მეტად კონცენტრირება იმაზე, თუ როგორ მოახდენს ევროპა და ევროკავშირი მომავალში უკრაინის დახმარებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯები უკვე იწყება, ვფიქრობ, რომ შეიცვალა ასევე. მოლოდინი არსებობს მე-4 წლისთვის, რომ ევროპა გააგრძელებს ამ მიმართულებით უფრო აქტიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ამერიკის გაცხადებული პოლიტიკის ფონზე? მე ვფიქრობ, რომ ამის მოლოდინი არის, გუშინ იყო თქვენ ახსენეთ ამაზეც არჩევნები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გაიმარჯვა ქრისტიან დემოკრატიულმა კავშირმა, გაიმარჯვა იმ პარტიამ, რომელიც ასევე ძალიან კარგად ხედავს ევროპის როლს ამ კონფლიქტის სამართლიანად გადაწყვეტაში და სრულიად ასე ვთქვათ, ნათელია თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინამ უნდა აღიდგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა, უნდა შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და აგრესორი ქვეყანა უნდა მოხდეს აგრესორ ქვეყანას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი. ეხლა ამ პროცესში რასაკვირველია, ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ თითქოს გარკვეული გაუგებრობა სწორედ რომ აი ბოლო 1 თვის მანძილზე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ დაწყებული განსხვავებული სტილის მოლაპარაკებებისა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუმცა ალბათ მოსალოდნელიც იყო გარკვეულწილად წინარე განცხადებებიდან გამომდინარე. თუ უცხო იყო ეს. მე არ ამგონია, რომ ის რაც ეხლა ხდება ეს იყო მოსალოდნელი. მე არ ამგონია, რომ აი ამ ხარისხის
კიდევ ერთხელ ვთქვი, სრულიად მოულოდნელი მიდგომა ამერიკის ახალი ხელმძღვანელობისა იყო იმისთვის მოსალოდნელი და ჩვენ თანმიმდევრულად როგორც კი დაიწყო გაცხადებულად უკვე რამდენიმე ძალამშრომელი მომენტი, ეს არის პირველი რომ თავად ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიერ უკრაინის დადანაშაულება, მე ამ დადანაშაულებას უკან გაწევა, შემდეგ რუსეთის მაქსიმალურად ესეთი ანგარიშ გამწევი ტერმინოლოგიის ენის გამოყენება რუსეთთან მიმართებით, რაც სრულიად არ შეესაბამება რეალობას. რა შეიძლება იყოს ინტერესი ბატონ გიგი, ძალიან რთული ალბათ ახსნა ამ ყველაფრის, მაგრამ რას აკეთებს ამით ამერიკა? ბატონო, ორი შესაძლებლობა აქვს ამ შემთხვევაში. ერთი არის ეს თქო ოპტიმისტური და მეორე არის ძალიან პესიმისტური. ოპტიმისტური ასე ვიტყოდი არის ის, რომ შესაძლებელია აი ამ მიდგომის უკან იმალებოდეს რაღაცა განსაკუთრებული, კარგად გააზრებული, კარგად გაწერილი და ასე მომზადებული სამოქმედო გეგმა, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა მიიყვანოს კონფლიქტი დარეგულირებამდე, მაგრამ რატომღაც მე მგონი ეს მეორე მიდგომას ვიზიარ, რატომაც ვერ ვხედავ აქ რაიმე თანმიმდევრობას, ვერ ვხედავ კარგად ასე ვთქვათ შეწონილ, კარგად გააზრებულ პოლიტიკას ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ხედავ რომ უამრავი შეცდომები იქნა დაშვებული უშუალოდ რაღაცა მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ჩატარებამდე, ბევრი რაღაცის დათმობა მოხდა იქამდე სანამ დაიწყებოდა საუბარი ტერორისტ ქვეყანასთან, ხო, ანუ ჩემი აზრით აქ ალბათ უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ, რომ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე, მაგრამ ესეც არ შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს. ხო, ანუ თავად ეს ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ ახლა მოლაპარაკებებში, ისინი თავად დაინახავენ, რომ რუსეთთან ამ დათმობების ენით საუბარი არაფრის კარგის მომტანი არ იქნება, იმიტომ რომ რუსეთს ესენ არ ესმის და ესენ არასდროს არ ესმოდა რუსეთს. აქ ისეთი განცხადებას გაკეთება, რომ თვითონ რაღაც ესე ახალი ფურცლიდან ურთიერთობის გახსნა, გადატვირთვა და ასე შემდეგ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით თუ რა შედეგი გამოიღო მსგავსი სახის ფორმატება. რუსეთი უბრალოდ გააგრძელებს აგრესიას, რუსეთი გამოიყენებს ნებისმიერ დროს, პერიოდს. და ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ამერიკისთვის უცნობია თუ უბრალოდ განგებ ხდება ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა? აი როგორც აღნიშნე, ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ, ორი ასე ვთქვათ, აზრი არსებობს ამას დამოკიდებულებით, რომ თითქოს ამის უკან რაღაცა ჩანაფიქრი არის, ხოლო მეორე მხარე გულისხმობს, რომ მეორე მხარე ფიქრობს, რომ ამის უკან რეალურად არაფერი არ არის, იმიტომ რომ ეს არის სულეთ არაპროფესიონალიზმის მოუმზადებელი ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკის და ასე ვთქვათ, გაუაზრებელი ნაბიჯების ერთობლიობა. მე უფრო მეორე მიდგომას ვემხრობ სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ამ პროცესის ასე ვთქვათ, პარალელურად მოხდა ასევე ევროკავშირში პარტნიორთან მიმართებისას ურთიერთობის დაზიანება. ხო, ანუ თუ ამის უკან რეალურად რაღაცა იმალება, თუ ამის უკან რაღაცა დიდი ჩანაფიქრი არსებობს, მაშინ სრულიად წარმოუდგენელია ის ზიანი უკვე, რომელიც მიადგა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს. ხო, ამის შედეგად, ანუ შესაძლებელია რაღაცას ფიქრობდე, რაღაცას ამზადებდე, მაგრამ ამის საპირწონეთან, ამის სანაცვლოდ შენ დაკარგო შენი პარტნიორების ნდობა და მათ თვალში, ასე ვთქვათ, სრულიად სხვანაირად წარმოდგე ევროპაში, ნამდვილად მე ამაში ვერ ვხედავ ვერა ლოგიკურ და რაციონალურ აზრს ამაში ვერ ვხედავ, ამიტომ იმაჩნია რომ ჯერჯერობით გვასაკობოქს სამწუხაროდ უსაფრთხოების გარანტიების ფორმები და ფორმატები რა შეიძლება იყოს დღეს უკრაინისთვის, დღეს იმართება შეხვედრა სწორედ და სამიტი ლიდერი დაესწრება, რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის გაგრძელება, თქვენი პროგნოზები და პერსპექტივები როგორია ამ მომენტში? მეც ასაღად შემიძლია გითხრათ რომ ევროკავშირი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები გააგრძელებენ ძალიან მკაფიო მხარდაჭერას უკრაინის, გააგრძელებენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მქონდა ასე ვთქვათ, გაპრილად მოვისმენთ ასე ვთქვათ ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ფიქრობს უკრაინასთან მიმართებით კიდევ უფრო დააჩქაროს ევროინტეგრაციის პროცესს. სამწუხაროდ ჩვენ ამაში უკვე აღარ ვიმყოფებით, ამ პროცესში ჩვენ აღარ მოვიაზრებით სამწუხაროდ, მაგრამ ევროკავშირის რეალურად განიხილავს, რომ ევროინტეგრაციული პროცესები უკრაინასთან მიმართებით, აი რეალობის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს დღეს უკრაინაში, კიდევ უფრო დააჩქაროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. შესაბამისად, ახლა რასაკვირველია აქვე გულისხმობა მოლდოვაც, უკრაინასთან ერთად საქართველოს სამწუხაროდ აღარ არის, მაგრამ მე გამოვრიცხავ, რომ რაიმე ფორმით შეიცვალოს ევროკავშირის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიისადმი და ვფიქრობ, რომ ძალიან კონკრეტულად მოხდება კიდევ ერთხელ გაცხადებულად ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციის ჩამოყალიბება, კიდევ ერთხელ მოხდება ძალიან მკაფიოდ იმის განსაზღვრა, თუ რა არის ახლა აუცილებელი ევროპაში. ევროპაში ჭირდება ახლა უფრო მეტად კონსოლიდირება, ახლა ჭირდება ძალიან მკაფიოდ იმის განსაზღვრა და დანახვა, რომ ევროპას შეიძლება მოუწიოს მოქმედება ამერიკის გარეშე, ანუ ამერიკის მხარდაჭერის გარეშე, რაზეც ისაუბრა გუშინაც კიდევაც გამარჯვებულმა კანდიდატმა მერცმა გერმანიაში. შესაბამისად, აქ არის ძალიან ცხადად აღქმა იმ რეალობისა, რომელიც შეიქმნა ბოლო ერთი თვის მანძილზე დაახლოებით ახალი ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის
მოსვლის შემდეგ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ევროპის დამოკიდებულება უკრაინისადმი ცალსახად არ შეიცვლება, ეს კიდევ უფრო გაძლიერდება მისი მხარდაჭერა, მათი სოლიდარობა უკრაინელისადმი და უკრაინელი ხალხისადმი და ვფიქრობ, რომ ამას ძალიან მკაფიოდ განაცხადებენ ხვალ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მადლობა ბეტონ გიგი თქვენი დროისთვის და ინფორმაციისთვის. გიგი გიგიაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, პასუხობდა საქმიანი დილის კითხვებს.